სერბეთმა და უნგრეთმა შესაძლოა სამხედრო ალიანსი შექმნან. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. სერბეთის და უნგრეთის სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ჩვენი ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას შორის სერბეთს აქვს ყველაზე ინტენსიური და განვითარებული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, კონკრეტულად უნგრეთთან, რაც გამოიხატება ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობით და მნიშვნელობით. ამ ურთიერთქმედობის საკვანძო მიმართულებებია სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ორმხრივი და მრავალნაციონალური სწავლებებით. ასევე სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა შეიარაღების საშუალებების და სისტემების შესყიდვების სფეროში. განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ორმა მინისტრმა მოაწერა ხელი, აკონტროლებს და ძალაში შეჰყავს თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 2023 წელს შეთანხმდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ რეკორდული რაოდენობის 79 ღონისძიების ჩატარებაზე მიმდინარე წელს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე 2023 წლის ღონისძიებები, რომლებიც სულ 48 იყო. თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისი ქვეყნისთვის ყველაფერს, რასაც უნგრელ მეგობრებთან ათანხმებენ, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს დანიისგან გრენლანდიის ყიდვის გეგმაზე და უკვე დაავალა ექსპერტებს შეაფასონ კუნძულის შენახვის ფინანსური ხარჯები იმ შემთხვევისთვის, თუ კი ის ამერიკის 51 შტატი გახდება, წერს Washington Post-ი. ერთ-ერთი მუშა ვერსიაა კუნძულის გამოსყიდვა. შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის შესაძლოა შესთავაზოს იმაზე სასარგებლო პირობები, ვიდრე მას ახლა დანია სთავაზობს, რომელიც ყოველწლიურად რეგიონს აფინანსებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარით. თეთრი სახლის თანამშრომლები ბოლო კვირაების განმავლობაში აქტიურად ითვლიან იმას, თუ რა დაჯდება ამერიკის ტერიტორიის შენახვა, რომლის მოსახლეობა 58,000 ადამიანია. ისინი ანგარიშობენ სახელმწიფო მომსახურების მიწოდების ხარჯებს, ასევე გრენლანდიის ბუნებრივი რესურსებისგან შესაძლო შემოსავლებს. წყაროების ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს შესაძლო ხარჯების დათვლა ფედერალური ბიუჯეტიდან, თუ კი კუნძული ამერიკის ტერიტორია გახდება. ფასდება ასევე პოტენციური შემოსავლები გადასახადებიდან და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან. მართალია გრენლანდიის საკითხი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით პრიორიტეტულად არ ითვლება, მაგრამ ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმას, რომ თემა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯად განიხილება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების, ისრაელსა და ღაზაში სიტუაციის სტაბილიზაციის, ასევე ირანის შეკავების შემდეგ. ანალიტიკური ცენტრის American Action Forum-ის შეფასების თანახმად, გრენლანდიის მინერალური რესურსების ღირებულება თითქმის 200 მილიარდი დოლარია, თუმცა მის სტრატეგიულ ღირებულებას შეუძლია მიაღწიოს 3 ტრილიონს იმის წყალობით, რომ ის აკონტროლებს საკვანძო საზღვაო გზებს და გააჩნია არქტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. ვიდრე მაკრონის გამოსვლებში მილიტარიზმი იზრდება და თავს ნაპოლეონად წარმოაჩენს, მისი სამხედროები არმიიდან გარბიან. ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის გენერალური შტაბი იუწყება, რომ 2022 წელს დაფიქსირდა დეზერტირობის 1485 შემთხვევა, რაც წინა წელთან შედარებით 56%-ზე მეტია. 2023 წელს არმიიდან თვითნებურად წასვლის შემთხვევები 1253 შემთხვევამდე შემცირდა, მაგრამ მაჩვენებლები ძველებურად ბევრად მაღალია კრიზისამდელ დონეზე, რომელსაც ყოველწლიურად მსგავსი ინციდენტების რაოდენობა 900-ს არ აღემატებოდა. დეზერტირობის საკვანძო ფაქტორად სახელდება ახალგაზრდა ჯარისკაცების ნაწილის რთულად პროგნოზირებადი უმწიფრობა, რომლებსაც უჭირთ სამხედრო დისციპლინასთან შეგუება და სამსახურეობრივი ვალდებულებების სერიოზულობის გაცნობიერება. ანგარიშის ავტორები აკრიტიკებენ ასევე სასამართლო სისტემის რბილ მიდგომას. უმრავლეს შემთხვევაში საქმეები შემოიფარგლება ამ პირობითი საშიელებით, ან სულაც იხურება ყოველგვარი შედეგების გარეშე. Arab News-ის ცნობით, ისრაელის მე-14 არხმა გამოაქვეყნა გეგმები ირანზე უპრეცედენტო შეტევის შესახებ. უახლოეს დროში ირანზე მასშტაბური შეტევა განხორციელდება. ირანი დამანგრეველ დარტყმებს მიიღებს, ისეც როგორიც არ ახსოვს არც ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მომაკვდინებელი დარტყმა განხორციელდება მის ბირთვულ პროგრამაზე. შეტევას ადგილი ექნება ყოველ შემთხვევაში, თუ კი მოვლენები განსაკუთრებით არ განვითარდა. შესაძლო თავდასხმას განახორციელებს ისრაელი, შეერთებული შტატები ან ორივე ერთად, იუწყება Arab News-ი. Daily Mail-ის ცნობით, ამერიკამ და ისრაელმა რამდენიმე კვირაში შესაძლოა ირანს დაარტყან. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე დაიწყოს გლობალური სავაჭრო ომი. თუმცა, როგორც გამოცემისთვის ცნობილი გახდა, ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გვპირდებოდა მშვიდობას ძალის გზით, შეიძლება ნამდვილ ომზე გადავიდეს. პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური წრეებიდან წყაროების ცნობით, შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე შეტევისთვის ემზადებიან. მიზანია საბოლოოდ აღმოვყურან პრობლემა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამიდან მოდის. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, დროა ეს პრობლემა მოიხსნას, აცხადებენ წყაროები ნეთანიაჰუს მთავრობაში. მართალია ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები ადრეც ისმოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს სერიოზული ნიშნები იმისა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი დარტყმებისთვის ნამდვილად ემზადებიან. რამდენიმე დღის წინ ამერიკელებმა გადაისროლეს 3 სტრატეგიული ბომბდამშენი B2-ის სპირტი და თავის ბაზაზე კუნძული დიეგო გარსიაზე. თვითმფრინავებთან ერთად ამგვარად ბაზაზე B2-ის რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამასთანავე B2-ს შეუძლია ბომბების გადატანა, რომლებიც განკუთვნილია ისეთი გამაგრილებელი მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად, როგორებსაც ირანის ბირთვულ პროგრამებში იყენებენ. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი აქტიურად ემზადებოდა მასშტაბური ავიადარტყმებისთვის. როგორც ისრაელის არმიის მაღალჩინოსანი იუწყება ბოლო წლის განმავლობაში, მათ 3-4-ჯერ მიიტანეს დარტყმა იემენზე. განახორციელეს 3 საჰაერო კამპანია ირანის ტერიტორიაზე და გზად გაანადგურეს საერთსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უმრავლესობა სირიაში, ერაყსა და თავად ირანში. სწორედ ეს სისტემები წარმოადგენენ მთავარ დაბრკოლებას ირანის წინააღმდეგ მსხვილი საჰაერო ოპერაციის დაგეგმვისას. გამოცემის აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ესკალაციისთვის მომზადება დააჩქაროს, გახდა მაგატეს თებერვლის ანგარიში, რომლის თანახმად ირანში გამდიდრებული ურანის რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ მარიონი გაროსის თქმით, მას სერიოზულად აშფოთებს ის, რომ ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა ბირთვული იარაღის გარეშე, რომელიც ამ დონეზე ამდიდრებს ურანს. რუმინული პრესის ცნობით, ჟან-კლოდ ვან დამი ადამიანებით ვაჭრობის საქმის ფიგურანტი გახდა. მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი აღმოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ცენტრში, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას ეხება. რუმინული პოლიციის ცნობით საქმე ეხება ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის საქმიანობას, რომელსაც ახალგაზრდა გოგოები რუმინეთიდან საფრანგეთში სამოდელო ბიზნესში მუშაობის საბაბით გადაჰყავდა. საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალურ ქსელს გოგოები, მათ შორის არასრულწლოვნები, თითქმის ჩაჰყავდა ქალაქ კანში, სადაც ისინი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდებოდნენ. პროკურორის ცნობით, ადგილზე მათ დახურულ წვეულებებში მონაწილეობასა და სექსუალური კონტაქტების დამყარებას აიძულებდნენ. იმ პირებს შორის, რომლებმაც მათი მომსახურეობით ისარგებლა, ნახსენებია ჟან-კლოდ ვან დამი. საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახდა ახალგაზრდა რუმინელი გოგო, რომელმაც ოფიციალურად იჩივლა. სარჩელში ის ამტკიცებს, რომ პირადად შეხვდა მსახიობს, რომელმაც თავის მხრივ იცოდა, რომ გოგოების კრიმინალური ქსელი აკონტროლებდა, თუმცა ამან მსახიობი არ შეაჩერა და მაინც ისარგებლა მათი მოწყვლადი მდგომარეობით. ფინანსური წაგების გამო პორშე თავდაცვის წარმოებაში დაბრუნებას განიხილავს. შარშან მილიარდობით ზარალის გამო, როგორც საკუთარ კონცერნში, ასევე Volkswagen-ის ჯგუფში, საინვესტიციო ჰოლდინგი პორშეს განვითარების ახალ მიმართულებებს აქტიურად ეძებს. კომპანიის ხელმძღვანელობა განიხილავს თავდაცვითი წარმოების სეგმენტში დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ერთ-ერთ გზას კრიზისიდან გამოსავლის და ბიზნესის რეორიენტაციის, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორშე თავდაცვის წარმოებაში ახალ ბედა არ არის. ჯერ კიდევ 1958 წელს კომპანია გენერალური ქვეკონტაქტორი იყო ბუნდესვერის ძირითადი საბრძოლო ტანკის შიდა ინდექსის ტიპის 814 შემუშავებაში. პროექტში გამოყენებული იყო საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. 1963 წელს ეს ტანკი ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში სახელწოდებით ლეოპარდი 11-25.